გავიგოთ ეს ბოლო 2 დღის განმავლობაში მოსმენილი მეტად მწვავე განცხადებები რა ელის ოცნებას რა ელის ბიძინა ივანიშვილს რა მოიკითხეთ ამ განცხადებებს საღამშვიდობის ინგა დიდი მადლობა მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს ელის ის რომ ყველამ გაიგო განსაკუთრებით ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და რა თქმა უნდა ქართულმა ხალხმა რომ ბიძინა ივანიშვილი ეს არის ძალადობის ქაოსის და ომის რეჟიმი მან ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს იგი წინააღმდეგობაშია ყველასთან ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან რომელსაც თქვენ გახსოვთ ადმინისტრაციას როგორი წერილი მიწერა რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გამოვიდა და თქვა რომ ეს იყო შეურაცხმყოფელი წერილი მისი პროპაგანდისტი შათირიშვილი როგორ ლანძღავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის დავალებით ომი გამოუცხადა ევროპის კავშირს პრაქტიკულად ყველა ლიდერს ეს არის საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რომელიც არ არის ევროპის კავშირის წევრი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოა. ომი გამოუცხადა ჩვენს მეზობლებს, აზერბაიჯანთან მას სერიოზული პრობლემა აქვს, სომხეთთან ერთადერთი სალაპარაკო ეს არის, რომ საქართველოში არსებული სამოქალაქო საზოგადოება არ იყოს, ასე ვთქვათ, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში უფრო ნორმალურ სიტუაციაში, ვიდრე საქართველოში, რეპრესიის პირობებში და ყველაზე მნიშვნელოვანი, ომი გამოუცხადა საქართველოს მოქალაქეს, ქართველ ხალხს, ყველა სეგმენტს აბსოლუტურად. რეალურად ომშია. რეალურად გვეუბნებია რომ მშვიდობას ვიცავ და ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ეს იგი მშვიდობაა და ომი არ ყოფილა, მაგრამ სინამდვილეში მართლა ომი აქვს გამოცხადებული, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, საქართველოს მოქალაქეების მიმართ და აი ყველაზე უცნაური სწორედ ეს არის, რომ ყველა განცხადების უკან ჩვენ ვკითხულობთ რას, რომ ყველა არის მათი მტერი, რომ deep state-ის აგენტები ვართ, ჯაშუშები ვართ ყველანი და სინამდვილეში ეს არის მართლა ომი. ოღონდ იმ პარტიაზე ვსაუბრობთ, რომელიც როგორც წესი მთავარ ხაზად ირჩევს მშვიდობა. ხო, მშვიდობა და სტაბილურობა გვინდა ჩვენ, ქართულ ხალხს. მშვიდობა და სტაბილურობა უნდათ იმ ადამიანებს, ვინც დგანან დღეს რუსთაველზე, ყველანი ერთად. მშვიდობა და სტაბილურობა უნდა მედიას, რომლის განადგურება უნდა ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ გვინდა კეთილდღეობა, განვითარება, ის რომ საქართველოში არ იყოს კორუფცია და ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს კითხეთ, არ ვიცი, ტრანსპორტში, ქუჩაში არა აქვს მნიშვნელობა, რომ 10 მილიონი ქართული ოცნების ძალადობის და ქაოსის რეჟიმისთვის არაფერი არ არის. 170 მილიონის აქტივები ქონდა ლილუაშვილის საძმაკაცოს და სანათესაოს. ხო გახსოვთ არა? მან ღარიბაშვილს რა მოხდა, რა ვიცი, მილიონობით ოქროს ზოდები ამოუღეს და ეხლა კიდე აღმოჩნდა, რომ ოქრო შემოაქვთ ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე, იმიტომ რომ ივანიშვილი გამდიდრდეს. ივანიშვილმა ყველას ღარიბ ადამიანებს, ჩვენს ემიგრანტებს, ქართულ ხალხს, აქტივისტებს, მედიას, ყველას გამოუცხადა ინგა ომი. ამიტომ ეხლა ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანა. პირველი ამოცანა ეს არის, რომ ქართულმა ხალხმა საბოლოოდ და დიდ ნაწილს ეს უკვე შეჯერა, საბოლოოდ გაითავისოს და ეს არის ჩვენი პირველი რიგის ამოცანა, რომ ეს წინააღმდეგობა, რა წინააღმდეგობაში შევიდა ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ხალხთან, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან დამთავრდება ძალიან ცუდად. მე რამოდენიმე კვირის წინ სხვა შორის ერთ-ერთი სტატუსი გამოვაქვეყნე, რომელიც ეხებოდა მაგალითად იმას, რომ რუსნეფტის ნავთობი საქართველოში შემოვიდა. ბიძინა ივანიშვილის ძალიან ახლო პარტნიორი იყო გუცირევი, რომელსაც ეკუთვნის ეს რუსნეფტი. შემდეგ მან და სხვა შორის იცით ვინ არის გუცირევი? ეს არის ადამიანი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილისგან იყიდა რამოდენი მილიარდად პრაქტიკულად მოსკოვის ცენტრში არსებული ქონება და რატო იყიდა ინგა? იმიტომ რომ 2012 წელს ეს გაყიდა ივლისში, 2012 წელს იგი მას განცხადებულად ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქმული და მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ამიტომ პასიური აქტივები რაც იყო მაგალითად რუსეთში ამის განადგურება და მოშორება სჭირდებოდა. მე რამოდენიმე თვის წინ თქვი, უბრალოდ ეს იყო ოქტომბერი, რომ როდესაც რუსნეფტის ნავთობი აქ საქართველოში შემოვიდა და როსნეფტი და ლუკოილი დასანქცირებული ყავდა უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებს, ეს იყო გახსნილი ყუმბარა ბიძინა ივანიშვილის ძალადობის რეჟიმის ხელში. იმიტომ როდესაც შენ დასანქცირებული ნავთობით ვაჭრობ და საქართველოს ამ მდგომარეობაში აყენებ, უკაცრავად, მაგრამ ეს ომი არ არის შენი საკუთარი სახელმწიფოს წინაშე. ამიტომ ეხლა რა არის? დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაადო რუსნეფტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დაასანქცირა ჩრდილოვანი ფლოტის დიდი ნაწილი, რომლითაც გადააქვთ ხოლმე ეს ნავთობი. ასევე მე მინდა გითხრათ ინგა, რომ აშხაბადში
თურქმენეთში კატასტროფული კობახიძის ვიზიტის შემდეგ. ანუ რა გამოვიდა, ესე იგი, ჩავიდა თურქმენეთში კობახიძე, აშხაბადში, თანაც პუტინთან ერთად მაგიდას რომელიც მასპინძელი იყო ამ ფორუმის, იმიტომ რომ ამ ფორუმზე მას პოლიტიკური განაცხადი ჰქონდა შემოტანილი, ეს იყო ნეიტრალიტეტის თემა და მან პირდაპირ თავად ღონისძიებას თურქმენეთის ნეიტრალიტეტის შვიდობის ფორუმი ერქვა და პირდაპირ უთხრა იქ თავის კოლეგებს, რომ იცით რა, ეხა ნებისმიერი წინაპირობა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის, ეს არის ნეიტრალიტეტი. კობახიძე ჩავიდა, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ძალადობის რეჟიმის წარმომადგენელი ივანიშვილის დავალებით, დაესწრო ეს კატასტროფული, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, პროპაგანდამაც ვერ წამოიღო შინაარსობრივად და შემდეგ იქ რა დადგინდა და რა დასკვნა გამოვიტანეთ, რომ პრაქტიკულად რეგიონში არაფრად არ ღირს ბიძინა ივანიშვილი. საერთოდ არავინ ყურადღება არ მიაქცია, ჩამოვიდა საქართველოში, ვერაფერი ვერ თქვა, გაჩუმდა პროპაგანდა რამოდენიმე ხო, მაგრამ ფაქტი დარჩა ფაქტად. ამას წინათ ვამბობდი, რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი. გვაჩვევენ თქო, რომ პუტინთან ერთად იჯდა აშხაბადში, სწორედაც რომ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე და ეს იყო შეიძლება ასე გავიგოთ. მე ყოველ შემთხვევაში ასე დავინახე, რომ პირველი ნაბიჯი, რასაც მეორეც მოყვება, მესამეც, ანუ გვაჩვევენ, რომ ოკუპანტთან, რომ პუტინთან, ომის დამნაშავე დიქტატორთან უკვე დაჯდა მაგიდასთან ამ ქვეყნის წარმომადგენელი. კი ბატონო, ჩამოვიდა საქართველოში, შემდეგ ვოლსკის ათქმევინეს, რომ იქ იყო კობახიძე, სადაც საქართველოს ბედი უნდა გადაწყდეს და ამ დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. მე დამისახელეთ არ ვიცი, აი თქვენს ტელემაყურებელს მიმართავთ, გულწრფელი შეიძლება მომხრეებიც არიან ქართული ოცნების რეჟიმის, დამისახელეთ საქართველოს ერთი მოქალაქე მაინც, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს ბედი უნდა გადაწყდეს აშხაბადში, თურქმენეთში პუტინთან ერთად. არ არსებობს ინგა ესეთი. ამის შემდეგ რა დასჭირდათ? ამის შემდეგ დასჭირდათ ის, რომ საკუთარი კვლევებითაც კი, რომელსაც ატარებენ, აღმოჩნდა, რომ საქართველოში ქართველი ხალხის უმრავლესობა, მათ შორის მათი მხარდამჭერებიც სერიოზულად შეშფოთებულები არიან, იმით რომ ქვეყანა არის იზოლაციაში, პრაქტიკულად ყველასთან ომში, აბსოლუტურად ბიძინა ივანიშვილი. რეგიონში მას რესურსი არ აქვს იმისი, რომ ივაჭროს მათ შორის დასავლეთთან. აღმოჩნდა, რომ ეს იზოლაცია აწუხებთ ქართული ოცნების მომხრეებს და შემდეგ იძულებულები გახდნენ, რომ ეს ჰააგაში, თქვათ, კონვენციისთვის მხარი დაეჭირათ, ეს იცით რამოდენიმე დღის წინ იყო კვლევების შედეგი. ეს არის იმის შედეგი, რომ საგარეო პოლიტიკის ეს ძალიან მძიმე პრაქტიკულად ყველასთან ომში შესვლა ძალადობის რეჟიმს და ბიძინა ივანიშვილის ქაოსის რეჟიმს, რომელიც იწრებს საქართველოს ქაოსში და პუტინთან ერთად რო დაჯდები ნეიტრალიტეტზე სალაპარაკოთ, ქალბატონო ინგა, ეს რას ნიშნავს, რომ შენ სამხედრო პოლიტიკური ალიანსი შეიძლება გააფორმო შემდეგ რუსეთთან. ეს რას ნიშნავს? იმას ნიშნავს, რაც აფხაზეთში ეხლა ხდება, რომ აფხაზურ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ აფხაზურ საზოგადოებაში არის უმძიმესი რეალობა, როდესაც შეიძლება ჩვენი მოქალაქეები, თანამოქალაქეები მართლა რუსულ ჯარში აღმოჩნდნენ და შემდეგ ფრონტზე აღმოჩნდნენ რუსეთის სასარგებლოდ. აქ ხო პროპაგანდის თემაა. ხათია, აი უყურეთ, მშვიდობაო და სინამდვილეში ომი იყო, მართლა ომი იყო. ომი მიდიოდა დღეებისა და ღამეების განმავლობაში საკუთარი ახალგაზრდების, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ხალხი მოწამდა. ხო და ეხლა მაინტერესებს, როდესაც ჩვენ ევროპელი ლიდერების მხრიდან, ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან უკვე ვისმენთ ძალიან კონკრეტულ ჯესეთი ეს გამოძიებაზე გაკეთებული განცხადება, რომლითაც უნდა გაირკვეს ამ მოწამვლის ამბავი, რაც საჯარო გახადა BBC ჟურნალისტურმა გამოძიებამ და მეორე, როდესაც ჩვენ ვისმენთ, რომ მიდის მოლაპარაკებების სანქციებზე, როგორ გაიგეთ თქვენ, რა სანქციები შეიძლება ემუქრებოდეს უკვე დღევანდელი მოცემულობით ივანიშვილს და მისი პარტიის პასუხისმგებელ პირებს? მე როგორც ასე ვთქვათ, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფიქრობს, რომ ივანიშვილი არის ძალადობის და ქაოსის რეჟიმი, რა თქმა უნდა, გამოვდივართ იქიდან, რომ მისი გამოცხადებული ომი შეეხო ყველას. ქიმიური მოწამვლა, რა იყო ქიმიური მოწამვლა, ხო? ანუ რაც მათ გააკეთეს, ანუ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრაქტიკულად ქართველ ხალხს შეაყარეს ესე ნაცარი, რომ გამოვიდნენ და თქვეს, რომ ჩვენ არაფერი რაღაცა გამოძიება მიაფუჩეჩეს და ამ დროს ხდება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, როდესაც ევროპარლამენტში მიღებულია სპეციალური გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო გამოძიება უნდა მოხდეს. სხვა შორის ამას აქვს განსაკუთრებული
დატვირთვა და მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ ტელემაყურებელს მინდა უთხრა ასევე რომ როდესაც ევროპარლამენტში ესეთი სამართლებრივი გადაწყვეტილება დგება, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ქვეყნები რა თქმა უნდა ფიქრობენ იმას, რომ 1993 წლის კონვენციის შესაბამისად, ქიმიური იარაღის გავრცელებლობის შესაბამისად, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ეს ამბავი გამოიძიოს, ხო? თუ მაგალითად ომი არ გამოუცხადეს ახალგაზრდებს ინგა ჩვენს საქართველოს მოქალაქეებს, ვინც მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის იდგა რუსთაველზე, მაშინ რატო არ გამოაქვეყნეს მიღება ჩაბარების აქტები სპეციალურ საშუალებებზე, ხო, რასაც ჩვენ ვითხოვდით? რატო არ მოიწვიეს უცხოელი ექსპერტები? რატო არ ჩამოიყვანეს და არ უთხრეს, რომ კი, აი ჩამოგზავნეთ, თუ ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ? არა, მათ აქვთ ჩადენილი დანაშაული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ვინც მოიცავლა, ვინც იყო ცუდად, ვინც დაზარალდა, დღეების განმავლობაში ყვებოდა გასულ კვირებში ჩემს სტუდიაში, ანუ აი დავალება როგორ ეჭვი გაჩნდა. ეჭვის დონეზე ვსაუბრობთ, მაგრამ ცოცხალი ადამიანები ყვებოდნენ მეტად დაზარალებული ჯანმრთელობით, რომ კლინიკები უარს ამბობდნენ დაეფიქსირებინათ, რომ მათ ეს დაზიანება მიიღეს საპროტესტო აქციის დარბევისას. ჩემთვის გახდა მერე ბევრი რამ ცხადი, როცა ერთ ადამიანს კი არ მოусმინე, ამაზე საუბრობდა ძალიან ბევრი სტუდიაში მოწვეული, არაერთ გზის მოწვეული სტუმარი. ანუ ხო, აი როცა თქვენ საუბრობთ მიღება ჩაბარების აქტები ამ შემდეგ. ეს იყო ისეთი თვალნათელი, რატომ შეიძლება კლინიკამ, სამედიცინო კლინიკამ არ დააფიქსიროს, ხო? დაუშვათ. არ მისცეს ფორმა 100, პაციენტს არ ჩაუწეროს ადეკვატური დიაგნოზი, რაც იმ დროშის. ანუ რაღაცა ძალიან დიდი, რომელზეც ჩვენ ჯერ პასუხები არ ვიცით. ხო, ჩვენთვის ძალიან მარტივია და ცხადია ყველაფერი, იმიტომ რომ ამ ძალადობრივ რეჟიმთან წლებია შეხება გვაქვს ინგა და მათ შორის ის რომ მარტო ქიმიური მოწამვლა არ ყოფილა, იქ იყო უმძიმესი დანაშაული ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე. ეს იყო პირდაპირ გამოცხადებული ომი, არ ვიცი, აი მაკაზის ეხა უყურებს ემოდან და მაკაჩიხლაძეს როგორ მოექცენ. ანუ ის კადრები მე მგონი არავის არ დაავიწყდება, უბრალოდ მთელი ცხოვრების განმავლობაში ბედისწერით მოხდა ისე რომ არ მოკვდა. კი, მე სულ მახსოვს. აი არ ვიცი, გუკა როგავას მაგალითად როგორ მოექცენ. მე თვითონ გადავიღე კადრები ქაშვეთის ეკლესიის წინ, სადაც დაგდებული ახალგაზრდა იყო, უბრალოდ გონება დაკარგა და არავინ არ იყო იქ ჩემს გარდა და მეც არ მიმიშვეს რომ მიშველებოდი. ანუ მთავარი აქ რა არის? ქართული ოცნების ძალადობრივი და ქაოსის რეჟიმის წინააღმდეგ ეს გამოძიება აუცილებლად იქნება. აუცილებლად იქნება და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გავაკეთებთ ყველაფერს რომ დამოუკიდებელი ექსპერტები ჩამოვიდნენ, ანალიზები იყოს ისეთი ქიმიური ანალიზები, როგორც აუცილებელია, სანქციებიც, რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება და ეს სანქციებიც, ნახეთ როგორი ფაქტურა აქვს. ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოსავალი წერტილი რა არის? მას არ აინტერესებს კეთილდღეობა ადამიანების, არ აინტერესებს არავითარი განვითარება, არ აინტერესებს ის, რომ ემიგრანტებს ჰქონდეთ უფლებები, არ აინტერესებს სიღარიბის დაძლევა, მას აინტერესებს საკუთარი ფული და ამ ფულის გამო იგი მზად არის, რომ ყველა ადამიანი გაწიროს საერთოდ, აბსოლუტურად ყველა. ეს არის გამოცხადებული ღია ომი. ქაოსი, ჩაძირვა საქართველოს ძალადობაში და ქაოსში. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა ეხლა რა უნდა იყოს? მთავარი ამოცანა ეს არის, რომ ეს ყველა საქმე, რომელიც გვაქვს დაწყებული, მათ შორის სანქციები, მათ შორის გამოძიება, მათ შორის რეჟიმის, ასე ვთქვათ, რეჟიმის მხილება საერთაშორისო კონტექსტში იმ პრობლემატიკის, რომელიც შეიძლება ეხლა საჯაროდ ეხლა ამ წუთას ყველა მარიცის, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენთვის ცნობილია და ეს სანქციების, რომელიც ეს ნავთობით ნელ-ნელა მოცოცავს ბიძინასკენ, ეს აუცილებლად იქნება და მთავარი პროპაგანდასთან ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა. ინგა, მე ამის მჯერა. მე შეიძლება ეხლა ვიღაცა მიფიქროს, რომ იცი რა, როგორ ეხლა პროპაგანდასთან დაგვიანებულია. არა. ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხებთ ძალიან კონკრეტულად ერთი სივრცის, ასე ვთქვათ, გაერთიანების ჩვენება ქართველი ხალხისთვის. მე არ მჯერა ისტაბლიშმენტური გაერთიანების, ინგა გუწფელად რომ გითხრათ. მე მჯერა იდეის გარშემო გაერთიანებისთვის. არ არის აუცილებელი მე და თქვენ ერთმანეთი მოგწონდეს. ნუ პოლიტიკურ კონტექსტში ვამბობ. მთავარია რომ ჩვენ ერთი გზავნილით ვილაპარაკოთ, რაც გულისხმობს იმას, რომ ქართულ ხალხს გავაგებინოთ, რომ ეს არის ძალადობა, ქაოსი, ომი, დაპირისპირება ყველასთან, წაართვა უფლებები ემიგრანტებს, დაწამვა
სამლა ადამიანების სიღარიბეში მინიმალური საარსებო მინიმუმი არის 255 ლარი, მაშინ როდესაც პარლამენტის წევრებს, ეგრეთ წოდებული პარლამენტის წევრებს აქვს 14000 ლარი ხელფასი. მაშინ როდესაც 160 მილიონის აქტივები აქვს ყოფილი სუსის უფროსის იმას რა ქვია ოჯახის წევრებს. ღარიბაშვილი რომელიც დღეს დადის დაცვებით, დღეს აი ეხლაც რომ გადაადგილდება დაცვით ჯიპებით და ასე შემდეგ, რომელსაც სახლიდან რა ვიცი ოქროს ზოდები და საათები ამოუღეს და მაშინ როდესაც აქტივისტები, ახალგაზრდა ადამიანები, პოლიტიკოსები ციხეში არიან და სხვა შორის მე აუცილებლად მინდა ვთქვა, ძალიან მიხარია, მოხარული ვარ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კარგი ამბავი, ხვალ ზურა ჯაფარიძე გამოდის ციხიდან და ეს არის ნამდვილად არ ვიცი, ნამდვილად გულწრფელად ჩემი ერთ-ერთი ესეთი ოპტიმიზმის მათ შორის, იმიტომ რომ ჩვენ შეგვემატება ერთი კიდევ მებრძოლი, ძალიან ღირებული და მართლაც გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი, ყველა გამოვა თავისუფლებაზე, მაგრამ თავარი არის ამ ერთი იდეის გარშემო გაერთიანება. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, აქ არის თქვენი კამერა, ივანიშვილი ეს არის ძალადობის, ქაოსის, ომის რეჟიმი, ჩვენ გვინდა მშვიდობა და სტაბილურობა იმ ადამიანებს, ვინც აი ეხლა რუსთაველზე დგანან და ზუსტად საქართველოს სტაბილურობას, მშვიდობას, კეთილდღეობას იცავენ. დახელფასებული ბრბო, ასეთი რამ მოვისმინეთ ერთ-ერთი დეპუტატისგან და აქვე დავაანონსებ მაშინ ჩვენ დღეს რეაქციის დიდ სტუდიაში განვაგრძობთ ამ თემაზე საუბარს, ანუ რისი ღირსია ხელისუფლებაზე პრეტენზიის მქონე პოლიტიკური ძალა, როცა მათი წარმომადგენელი აი ასე მიმართავს თუნდაც მისთვის მიუღებელი პროტესტის მონაწილეებს. მადლობა ხატია. წარმატებას გისურვებთ, შეგიძლიათ გავხვიდეთ სტუდიიდან.